გალერეა მუზეუმში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მწვანე საღამო მოაწყო, რომელიც პროექტ მწვანე ყუთის პირველი ეტაპის დასრულებას მიეძღვნა. საღამოში მონაწილეობა პროექტში ჩართულმა 100-მდე დაწესებულება მიიღო, მათ შორის ყველაზე აქტიურები კი დიპლომები დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 15 მზრუნველობა მოკლებულ ახალგაზრდას დაუფინანსდება სწავლება სხვადასხვა ფასიან სასწავლო დაწესებულებაში. ეს რომელთაც მადლობას ვუხდით ყველა საჯარო დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან ამ დიდ ეროვნულ საქმეებში, რომ ვიზრუნოთ 18 წელს მიღწეული ბავშვთა სახლის აღსაზრდელების განათლების და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ვაპირებთ რეგიონებში აქტიური თანამშრომლობას, რომ მოუწოდოთ საზოგადოებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ კუთხით, ხარი დაგვიჭირონ, რათა უფრო გავამყაროთ და საქართველოს მასშტაბით მოვიცვათ მწვანე ყუთი. ვაპირებ შესწავლას, სამკერულ ნაწარმის სპეციალობის და ვფიქრობ, რომ ეს სპეციალობა მომავალში ძალიან გავამადგურებს.